ეროვნულ არქივში დასრულდა იმ მასალების რესტავრაცია, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოში მსოფლიო დონის საოპერო ვარსკვლავები მოღვაწეობდნენ. არქივში დასრულ დოკუმენტებს შორის არსებობს სხვადასხვა შემსრულებელთან გაფორმებული ხელშეკრულება, ფოტოები და ინფორმაცია თუ რა ანაზღაურებას იღებდა მომღერალი და რა ვალდებულებას ანიჭებდა მას ხელშეკრულება. სახაზინო თეატრის სცენაზე საოპერო არიებს, როგორც გაირკვა, მსოფლიოში კარგად ცნობილი ლასკალას მომღერალი კლემენტინა ნოელ გუიდიც ასრულებდა. ეს გახლავთ კლემენტინა ნოელ გუიდთან გაფორმებული კონტრაქტი. თბილისის სახაზინო თეატრმა ლასკალას მომღერალთან ხელშეკრულება 1870 წელს გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად იტალიური სცენის ვარსკვლავს ერთი წლის განმავლობაში ქართულ სცენაზე რამდენიმე დადგმაში მთავარი პარტიის შესრულება უნდა მოერგო. აქ არა მარტო მასთან გაფორმებული კონტრაქტია წარმოდგენილი და თან დაცულია იტალიურ ენაზე ავტოგრაფის სახით, არამედ მისი როლების ჩამონათვალიც. მაგალითად ეს არის ლუჩია და ლამერმური, ნორმა, რიგოლეტო, მაკბეტი, ერნანი, ძალიან მნიშვნელოვანი როლები აქვს შესრულებული. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე იტალიურმა დასმა პირველად წარმოდგენა განახორციელა 1851 წელს თეატრის გახსნის დღეს. ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოლაპარაკება მსოფლიო დონის მაშინდელ ვარსკვლავებთან მიმდინარეობდა. ხელშეკრულებებში ყველა დეტალია გაწერილი, რა ანაზღაურებას იღებდა მომღერალი და რა ვალდებულებას ანიჭებდა მას ეს დოკუმენტი. ეროვნულ არქივში ის საბუთები ინახება, რომელიც ორ ხანძარს გადაურჩა და თბილისის სახაზინო თეატრის, ხოლო მოგვიანებით ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდს ასახავს. მსოფლიო ოპერის ისტორიისათვის ცნობილია, რომ იტალიური ოპერა ძალიან სახელგანთქმული იყო, ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა, ის მომღერლები, რომლებიც ჩვენთან ასრულებენ საოპერო პარტიებს, დადიოდნენ გასტროლებზე, არა მხოლოდ ევროპის, არამედ ამერიკის მასშტაბითაც და ამაზე არსებობს ინფორმაცია და ჩვენ საქართველოს ამ საოპერო თეატრის ისტორიაში ჩართული ვართ. კონტექსტში დაცული მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი ყველაზე ხშირად საოპერო მუსიკის სამშობლოსთან, იტალიასთან თანამშრომლობდა. ოპერა კი საუკუნის წინანდელ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 30 წლის განმავლობაში იტალიური ოპერა მოქმედებდა ჩვენთან დგავდა სპექტაკლებს და იმდენად პოპულარული იყო ეს იტალიური საოპერო არიები, რომ მედროგეებიც კი მღეროდნენ, მიდიოდნენ და თან არიებს მღეროდნენ სხვადასხვა სპექტაკლებიდან. იმდენად პოპულარული იყო ეს იტალიური ოპერა. უახლოეს მომავალში ძველი ოპერის არქივის შესწავლა და დამუშავება კიდევ ერთხელ იგეგმება. საქართველოს ეროვნულმა არქივმა იტალიელ კოლეგებს ძველ ფონდებში არსებული მასალის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა.